من فکر میکنم مهمترین شرطی که ایران داره برای اینکه یه صلح پایدار باشه معلوم شدن این هستش که تجاوز صورت پذیرفته، ثبت بشه، مسئولیت تجاوز برای متجاوز تعیین بشه و خساراتی که به ما زده تعدیه بشه. ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ დადგინდეს, რომ განხორციელდა, ასე ვთქვათ, აღიარებული იქნას, რომ განხორციელდა აგრესია, სამხედრო აგრესია ირანის წინააღმდეგ, გამოიკვეთოს, ასე ვთქვათ, ის ვინ იყო ამ აგრესიის ინიციატორი და შესაბამისად დაეკისროთ ამ აგრესორის პასუხისმგებლობა და აუნაწილოს ირანს ის ზარალი, რომელიც გამოიწვია. ერთი კითხვა აქვე. თუ კი ჩვენ ვიცით ამერიკელების რამდენად დაიჯერება, როცა ყატარში ჩაიყვანეს მომლაპარაკებელი და მოკლეს. რამდენად სანდოა ამის მერე ამერიკელებთან და მაგ კატეგორიასთან დობა, როცა არის ეს გარანტია, რომ პირობაში ასრულებენ? ეს იქნება აღიარებაა მარტო? აღიარებენ და მორჩა. ის ვერ გავიგე ყატარში. აი მომლაპარაკებელი რო ჩაიყვანეს და ისრაელმა რომ აზრდა მოკლა ის მომლაპარაკებელი. რამდენად დამაჯერებელია მაგათთვის? باتوجه که تو قطر این مذاکراتی با درخواست حماس صورت میگیره ولی اسرائیل هم حمله کرد و اون مذاکره کنندگان رو از بین برد. چه به اصطلاح تضمینی وجود داره که آیا میشه به امریکایی مثلا اعتماد کرد که اینا باز هم چی کار میکنه؟ اصلا تضمینی وجود نداره که بشه به امریکایی اعتماد کرد، به خاطر اینکه امریکا به هیچ کدوم از تعهدات جهانی خودش پایبند نیست. در رابطه با موضوع اقلیم یعنی تغییرات آب و هوا آیا پایبند هست که یه امر جهانی و بشریه که بخواد به صلح پایبند باشه؟ بنابراین به نظر ما نه، نمیشه اعتماد کرد. لذا ما دنبال گرفتن შესაბამისად ის ფაქტი, რომ ჩვენ გადავკეთეთ ჰორმუზის სრუტე და ასევე რეგიონის ქვეყნებიც ჩაერთვნენ ამ ომში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მიზანი არის ერთადერთი, რომ მივაღწიოთ მდგრად სტაბილურობას და უსაფრთხოებას رژیمش. مسئله اصلی که امریکا داره این هستش که وارد یه منطقه‌ای شده که هزاران کیلومتر از سرزمین خودش دور هست و داره یک هژمونی رو در اونجا ایجاد میکنه و ما امروز 30مین روزه که داریم دفاع میکنیم و مقاومت میکنیم و وادار کردیم که امریکا عقب بره، ناوش عقب بره، تجهیزاتش رو از بین بردیم و نشون دادیم که آمریکا دیگه یه قدرت و تنها قدرت نیست. ამერიკა სადღაც 1000 კილომეტრიდან შორს მოვიდა, ის არ არის ეს რეგიონი, ახლოსავე არ არის ამერიკული რეგიონი, ამერიკის გავლენის რეგიონი, თუმცა ამერიკა ცდილობს თავისი ჰეგემონიის განვითარებას აქ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ასე ვთქვათ, მედგრად დავდროქით, ვიცავთ ჩვენ თავს. სერიოზული ასე ვთქვათ, დარტყმები მივაყენეთ ამერიკის ძლიერებას და ის მითი, რომ ამერიკა იყო რაღაც უძლეველი ქვეყანა და რომელიც სამოცარი ძლიერების პატრონი, ეს მითი უკვე დაიმსხვრა. იმ დროს უკვე ერთი კითხვა. თუ კი ისევ ამერიკული ბაზები, სამხედრო ბაზები დარჩა, რა მნიშვნელობა აქვს ის ვასალი ქვეყნები, რომლებიც არის ამერიკელების, ყატარი, საუდის არაბეთი, კუვეიტი და ეს ქვეყნები. თუ კი ისევ ის ბაზები დარჩა ამ სპარსულ სახელმწიფოებში, ეგ აძლევს გარანტიას, რომ ისტორიულ ხანგრძლივობაში მშვიდობა იყოს? آیا این مثلا اینکه پایگاه امریکا
دوباره تو اون کشورهای عربی کشورهایی که مثلا به امریکا وابسته هستن از جمله عربستان سعودی امارات کویت و کشورهای دیگه اگر این پایگاه دوباره مثلا اینجا بمونن چه تضمینی دیگه وجود داره که مثلا میتونیم به صلح پایدار و صلح تاریخی برسیم این سوال رو باید از اون کشورها کرد که چقدر این پایگاه ها براشون تا امروز امنیت به وجود آوردش. در واقع اون کشورها امروز دارن هزینه عدم امنیت حضور نیروهای امریکایی رو میدن. امریکایی‌ها الان دارن از آلمان هم میرن بیرون، یعنی حتی حاضر نیستن برای یک متحد بزرگشون مثل آلمان که از بعد از جنگ جهانی دوم در اون کشور پایگاه داشتن هزینه بکنن و آلمان رو دارن تنها میذارن در مقابل کی؟ در مقابل روسیه. ناتو رو دارن از بین میبرن. آمریکا به هیچی پایبند نیست. ეს უნდა ვკითხოთ იმ ქვეყნებს, სადაც ამერიკის ბაზებია განლაგებული. თუ აი რამდენად ამ ბაზებმა ამ ქვეყნებს მოუტანა უსაფრთხოება და სიმშვიდე. ამერიკა დღეს გერმანიიდანაც გადის და გერმანიას ასე თქვა შევიტყვიან ტოვებს რუსეთის პირისპირ. ნატოს ასუსტებს. აი ნატოს უპირისპირდება ამერიკა. ასე რომ ამერიკისგან რაღაც ესეთი მოსალოდნელი როგორც რაღაცა ისეთი სწორი გადაწყვეტილება მეკუთვნით დამარცხებული. الان کشورهایی که تو ناتو بودن دارن فکر میکنن که چه کسی میتونه امنیت اونها رو تامین بکنه. کشورهایی که میخواستن به ناتو وارد بشن هم دارن از خودشون سوال میکنن که اصلا ناتو وجود داره دیگه. دیگه ناتوს დასუსტება, ხო? ხო ძალიან ბევრი ქვეყანა ფიქრობს და მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებიც თავის დროზე ფიქრობდნენ, რომ ნატოში გავწერდებოდნენ. აი რა არის ნატო უკვე? არის ის ძალა, რომელიც ჩვენ მოგვიტანს სიმშვიდეს და იქნება ჩვენი ასე ვთქვათ, სიმშვიდის და სტაბილურობის ძალა. دو تا توییت دیروز و امروز آقای ترامپ زد. یکی در رابطه با عربستان جمله‌ای رو گفت، یکی در رابطه با کویت. هر دو تا این توییت‌ها تحقیر کردن این کشورها بود. برای چی؟ برای اینکه به من پول بدید. چون من امنیت شما رو نگه داشتم. امنیت اونها چی بوده؟ از بین رفتن تمام زیرساخت‌هاشون. ترامپ დღეს გამოაქვეყნა ორი პოსტი X-ში. და ორივე ეს პოსტი იყო დამცირება როგორც კუვეიტის, ასევე საუდის არაბეთის. და ამ პოსტებით უთხრა, რომ აი კიდევ უნდა გადამიხადო ფული იმისათვის, რომ მე დავიცვა თქვენი უსაფრთხოება. და რის ხარჯზე უნდა დაიცვათ ის უსაფრთხოება, როდესაც ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის ასე ვთქვათ دازیانو ما نشون دادیم که امنیت تنگه هرمز را ما تعیین کردیم نه امریکا. یکی از مقامات سابق ایران امروز صبح یه توییت زد، گفت اگه دوستان و همسایگان عرب ما دست ما رو میفشاردن به صمیمیت، امروز نباید بخشای کثیف بدن دیگری رو میبوسیدن. შესაბამისად ეხლა ჰორმოზის რუტეში თამაშის წესებს ვადგენთ ჩვენ ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსებმა ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და ესეთი რაღაც განაცხადა. თავის დროზე არაბულ სახელმწიფოებს მეზობელ ქვეყნებს ხელი რო ჩამოერთვიათ ჩვენთვის და ეთანამშრომლად დღეს აღარ მოუწევდათ მუხლის ჩოქებზე დგომა და ამერიკის ასე ვთქვათ ხელის გოცნა. მე მინდა რომ უთხრათ რომ ნატო რასაც ქვია ჩემი ორი შვილი საღურობს რუსეთის ჯარში, ერთი არის წყალქვეშა ნავში, მეორე არის მართლმორწმუნე ფეხბურთში საზღვაო ფეიჩი, ორივე მონაწილეობას იღებს SVO-ში და მინდა რომ ეს ძალიან კარგად ამბა გაცვეთნოლებული სირიაშიც იყო ჩემი შვილი ტარტულში და მე ძალიან კარგად ვიცი მე ასე ვცხოვრობ 14 წელია ამ ნატოსთან და მინდა რომ პირველ რიგში მიუსამძულო ირანელ ხალხს ეს ტრაგედია რაც დაწყდა მით უმეტეს ბავშვებთან მიმართებაში ღმერთმა მისცეთ მათ გარდლეობა და იცოდნენ რომ უბრალოდ მორწმუნე რელიგიური ისტორიული ქართველი ხალხი არის მაგათ გვერდზე, იმიტომ რომ თავს დაესხნენ სატანისტები, სოდომიტები და ყველანაირად ესე იგი ასევე მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონეს ჩვენი პატრიარქის მიუსამძიმრა და ესე გულთან მიიტანა უღრმესი მადლობა მაგისთვის ყველა მორწმუნე ქართველისგან იცოდეთ რომ ის რო იკრიბება 26 კაცი ირანის საელჩოსთან ესენი არიან პროამერიკული აგენტურა რომელიც
რომელიც მოწადინებულია, რომ ეს ამ რეგიონიდან მოხდეს ირანზე ჰაერის დათმობა და რაღაცები, ამიტომ ეს არ არის უმრავლესობა ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად ვართ ტრადიციულ სამყაროსთან ირანთან ამ შემთხვევაში და მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ირანელ ხალხს გამძლეობა თქვენთანა ვართ და ადრე თუ გია ჩვენ მაინც მოვიგებთ. من خواست فرصت استفاده بکنم و مراتب تسلیت را ابراز نمایم. خیلی مثلا این حوادثی که ما شاهد هستیم خیلی نگران کننده است، خیلی ناراحت کننده است. ما حامی ایران هستیم، ضمناً از جناب عالی، از پست‌های جناب عالی و از ابراز همدردی در پی رحلت اسقف اعظم گرجستان با تشکر میکنیم. ادعی هم که میان تو جلوی سفارت و ترجمه میکنن اینا واقعا مزدور امریکا و مزدورای مثلا دولت‌های غربی هستن. هدفشون فقط اینه که حریم هوایی گرجستان و خاک گرجستان هم علیه ایران استفاده بشه، ولی اکثریت مردم گرجستان که واقعا مثلا به اعتقادات دینی خودشون پایبند هستن حامی ایران هستن تو این جنگ و تو این تحولات و ایشون دو تا پسرش هم مثلا همین الان ارتش روسیه هستن و تو عملیات های مختلف، حالا یکی از پسرش تو سوریه هم بوده، تارتو هم بوده و تو همون عملیاتی که علیه اوکراین صورت میگیره اونجا هم شرکت میکنن و به هر حال باعث افتخار ماست. خیلی ممنون. من مطالبی که در رابطه با حضرت عالی جناب پاتریارک ایلیای مقدس نوشتم و از قلبم درآمد. باورم بود. بهش ایمان داشتم برای کلمه‌ای که نوشتم. ისრაც მე წმინდეს დავწერე, ეს იყო ჩემი გულიდან ამომავალი სიტყვები და თითოეულ სიტყვაზე და ასე ვთქვათ ძალიან ბევრი ვიფიქრე და მინდოდა რომ ის რაც გულში მქონდა სწორად მივიტანა აუდიტორიამ საზოგადოებამ. در رابطه با تسلیت توی سه روز پیش حمله‌ای که به اصفهان شد یک تعدادی از ایرانیان گرجی تبار هم شهید شدند و ما براشون یک مراسم یادبود گرفتیم روز جمعه 3 آوریل و دفتر یادبود رو باز کردیم در سفارت، چون اون مردم حلقه اتصال و ارتباط خون ایرانیان و گرجیان بودند. 400 سال پیش امام قلی خان از تنگه هرمز دفاع کرد. امروز ما داریم همون کار رو انجام میدیم. ისპაჰანზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა რამდენიმე ეთნიკური ქართველი, ეთნიკური ქართველი. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შესაბამისად ჩვენ არასდროს 3 აპრილს გვექნება საელჩოში უკვე სამძიმრის წიგნი და ყოველ შეუძლია მოგწონდნენ გააკეთონ ჩანაწერები სამძიმრის წიგნში. როდესაც იმამ ყული ხანი იცავდა ჰორმუზის სრუტეს პორტუგალიელებისაგან და დაიცავდა განდენა პორტუგალიელები, დღეს უკვე ჩვენ გვიწევს ამ მოვალეობის შესრულება და ჩვენ ვიცავთ ამ ჰორმუზის სრუტეს. და ერთი კითხვა მინდა დაფისვათ საქართველოსთან დაკავშირებით. იქ სვანამ დაფისვებოდეს. თქვენი პროგნოზით რამდენად გავლენას იქონიებს ომი საქართველოსში და არის თუ არა რაიმე საქართველოში ჩვენი ქვეყანა باید جنگی که علیه ایران به اصطلاح راه انداختن چه تأثیری میتونه بر گرجستان داشته باشه؟ آیا ممکنه مثلا گرجستان به نوعی یه جورایی کاش کشیده بشه به این جنگ؟ به نظر من این انتخاب خود گرجستان هست که چه چیزی رو انتخاب بکنه. این جنگ عملا مسیرهای دریایی رو بسته و مسیرهای زمینی باز شده، بنابراین موقعیت کریدور میانی افزایش پیدا کرده، ارتقا پیدا کرده. اگر گرجستان بخواد از این ظرفیت استفاده کنه میتونه بخشی از تجارت جهانی رو از این مسیر به دریای سیاه و به اروپا برسونه، چون به هر حال اروپا هم نیاز به انرژی و کالاهای اساسی داره. اگر گرجستان نخواد از این مسیر استفاده کنه، خب
رقبای دیگه هستن مثلا از مسیر آسیای مرکزی خط آهن ایران به روسیه هستش مسیر دریای خزر هست مسیر ترکیه هستش و مسیر آذربایجان به روسیه و به کنار دریای سیاه مثلا در سوچی یا جای دیگه საქართველოს ამ ეტაპზე რადგანაც ამ ჩაკეტა ასე თქვა საზღვაო მოსვლა საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ეს მომენტი და უფრო გააქტიოს თავისი ტრანზიტული ასე ვთქვათ ფუნქციონალი და ტრანზიტული როლი სახელმწიფო გადაწყვეტილებზე არის ძალიან დიდი აქცენტი გაკეთებული და საზღვაო პრაქტიკულად არ ხდება საზღვაო გადაზიდვები შესაბამისად საქართველოს გამდენებს შეუძლია რომ ეს თავი გამოიყენოს და უფრო მეტი ტვირთი გაატაროს ევროპის მიმართულებით. თუ არა და შესაბამისად სხვა მარშრუტები, სხვა დირექტივები წასულობს და ბუნებრივია რომ ვთქვათ კონკურენტი სახელმწიფოები უფრო მისაღებად. შვიდობას გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ და ღმერთის წყალს. არეზოია ფირუზე და არეზოია მოხარიათ ჯერმულია გარეკეში შესაძლებელი.